ტრამპის მოლაპარაკებები მითიურ ირანელთან პაუზის გარეშე და სიტუაცია ირანში და ირანის გარშემო. გამარჯობა, დღეს 26 მარტია 2026 წელი. ირანში ომის დაწყებიდან 26 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს კონფლიქტები მსოფლიოში და ხართ არხზე თავისუფალი ხალხისთვის. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში, მიმოვიხილავთ თუ რა ხდება ირანში და ამის გარშემო, რისთვის აიღო რეალურად პაუზა ტრამპმა, თუ ეს არის რეალური მოლაპარაკებები, თუ მოლაპარაკებების საფარქვეშ მიმდინარეობს კონკრეტული ოპერაციისთვის მზადება, როგორი არის ირანის პასუხი, როგორ ინარჩუნებს რეჟიმი ფუნქციურ დატვირთვას, როგორ შეუძლიათ მათ პასუხები გაცენ, იგივე თქვათ გააგრძელონ ისრაელზე თავდასხმა და რა შეიძლება ამზადებდეს ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ. შეძლებს თუ არა შეინარჩუნოს რეჟიმი აიათოლებმა და როგორ გავითარდება მოვლენები აი ამ თემებზე ვცლად ვისაუბრებ. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარიც იქნება სამხედრო მიმოხილველი ირაკლი რეკმინაძე, ვისაც მას კიდევ ერთხელ და მადლობა გადაუხადო, ყოველთვის საინტერესოა მასთან ერთად საუბარი. ვისაუბრეთ იმაზე, გაიჭირდა თუ არა ტრამპი რეალურად ირანში თუ ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. სანამ ირაკლი შემოგვიერთდება, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც არხის ერთგული მაყურებელი ხართ, ვისაც გამოწერილი გაქვთ არხი, აქტიურობთ კომენტარებში, ალაიქებთ ვიდეოებს, აზიარებთ თქვენ სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ვინც დონაციით ხართ დაკავებულები, არხი თავისუფალი ხალხისთვის მხოლოდ დონაციით ფუნქციონირებს. დონაციის მსურველებისთვის აღწერაში ანგარიში ცნობერია, ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ. თქვენ კი ვისაჭირო არხი არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ, ახლა გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასე ხელს შეუწყობთ არხის განვითარებას და ირაკლი უკვე ხაზია და გადავიდეთ მასთან ინტერვიუზე. მადლობა, რომ ისევ ჩემთან ერთად ხარ, გამონახე დრო და გავაგრძელოთ ჩვენ ისევ ირანზე და ირანის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე საუბარი. რას ვადევნებთ თვალყურს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრამპი ზუსტად ჩვენი ბოლო ეპიზოდის მეორე დღეს იყო, მეგონი რომ ტრამპი დაიმუქრა, რომ ეხაო ელექტროენერგიას დავარტყამთო და მე არაო 5 დღე პაუზას ავიღებო, უნდა მოვილაპარაკოთ. რასთან გვაქვს საქმე? ან რანაირი პაუზაა ეს, ხო? რავი, რასაც მე ვუყურებ, არანაირი პაუზა არ არის, აგრძელებენ ურთიერთთავდასხმებს და რას ვუყურებთ? არა, მანდ დააპაუზა, ჯერ მივესალმები შენ მაყურებელს, ჩვენს მაყურებელს, დაპაუზდა თვითონ უშუალოდ ამ 48 საათიანი ულტიმატუმი ეხებოდა ამ ელექტროსადგურებზე და ესეთ ინფრასტრუქტურაზე დარტყმას და არა ზოგადად დაბომბვის გაგრძელებას ან შეჩერებას. ანუ დაბომბვა ჩვეულებრივად გაგრძელდა, ის მიზანთა ბანკი რაც არის ჩვეულებრივად იბომბება, ასე თქვა გეგმაზომიერად. უბრალოდ აქ იყო ლაპარაკი, მან თქვა, რომ მე ამას დავამატებ პლუს ამ ენერგოინფრასტრუქტურას, რომელზე დარტყმებით დააპაუზა იდეაში 5 დღით. ეხლა მან ზოგადად რა მოხდა, აი თუ წინა ისიც რო გავიხსენოთ, ეხლა ჩვენი ბოლო ვიდეო რა, სადაც რომელიც ჩავწერეთ, იქაც ჰქონდა მაგაზე გაკვეთ საუბარი, ეს თუ გახსოვს ისრაელმა რო დაარტყა და მე იმან რო განაცხადა რა ქვია ტრამპმა რომ მე ამის საქმის კურსში არ ვიყავიო და ვითომ ნეტანიაჰუმაც რო დაადასტურა რო ისა. მაგასთან დაკავშირებით ცოტა რაღაც დეტალი გაირკვა, მოუყვებით საინტერესოა მე მგონი და ჩაждდება საერთო კონტექსტში გასაგებად რა ხდება რა. ამერიკას და ისრაელს აქვთ ეხა ირანი დაყოფილი ერთგვარად ზონებად რა, სადაც ძირითადად ისრაელი მუშაობს, სადაც ძირითადად ამერიკა მუშაობს. არის ადგილები, სადაც ერთობლივად მუშაობენ, მაგრამ როგორ გითხრა, ისრაელისთვის ნებართვას რო თქვა იმ ზონებში, სადაც უპირატესად ამერიკა მუშაობს, დაარტყას ისრაელმა, ისრაელს აძლევს ამ უფლებას აშშ, რომ კოორდინირებულად იყოს და რაღაც აი იგივე მეგობრული ცეცხლი არ დაფიქსირდეს ან რაღაცა გაუგებრობა არ მოხდეს რა, ანუ ნებართვას იღებს ამერიკისგან რა. ხო და რატო ვიძახი, ეს დაბომბვა მაშინ რომელიც განხორციელდა ისრაელის მიერ გაზის ინფრასტრუქტურაზე, აღმოჩნდა რომ არის სუფთა ამერიკული, ანუ სადაც მხოლოდ ამერიკელები მუშაობენ. ანუ გამორიცხული იყო, რომ იქ ისრაელი შეფრენილიყო, ისე რომ არ აიღო ნებერთვა ამერიკისგან. ხო, ანუ მე მაშინაც ვთქვი, რომ ეს კარგი და ცუდი პოლიციელის როლს თამაშობენ თქო, მაგრამ ანუ ეს ფაქტობრივადაც დადასტურდა იმ თვალსაზრისით, რომ
ანუ შანსი არ იყო რა იქ აი სუფთა იმის თვალსაზრისით ტექნიკურად ეტყოდნენ აი ეს მიზანი გვაქვს და ამას ბომბავთ და ესე სხვანაირად იქ უბრალოდ ეხა მაშინ შეიძლებოდა რაღაცა საფრთხის წინაშე დამდგარიყო ორივე მხარე, იმიტომ რომ რაღაც გაუგებრობა მომხდარიყო ჰაერში რა. ხო, შესაბამისად ეს იყო შეთანხმებული. ეხლა რა არის? დაარტყეს, ეს იყო რაღაც გაფრთხილების მესიჯი რეალურად. ანუ რომ ჩვენ ეს ამის გამკეთებლები ვართ თუ რაღაცა და შემდეგ დააცადეს რეაქცია ნახეს რა. ამან მაგრამ ნუ ყატარის დამშვიდ მე ამ პასუხად ხო გახსოვს ირანმა დაარტყა ყატარის გაზის ინფრასტრუქტურას და ნუ ყატარი დარჩა უკმაყოფილო ისრაელს ყატართან და ყატარს ისრაელთან ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს გახსოვს 12 დღიანი ომის მერე რომ დაბომ პრინციპში ეს ღაზაში სიტუაცია აი გარდატეხა მოხდა როდესაც ყატარს დაარტყეს ყატარში მოკალათებულ აი იმის ჰამასის წევრებს დაარტყეს თუ გახსოვს რა შარშან და რატო ვიძახი ხა ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს მაგათ მაგრამ ამერიკას ბაზებია ყატარში და ასე ვთქვათ შყალებში მეგობრობს მასთან რა რაღაც მოკავშირის ისა აქვს ხელშეკრულება და ამიტომ ნუ დაამშვიდა თავისი მოკავშირე მან რა ქვია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტრამპმა ამ თვალსაზრისით რომ მე არ ვიყავიო საქმის კურსში მაგრამ ეხლა რა ხდება მათ გეგმებში შედის ანუ ამ ობიექტების ან დაბომბვა ან ამ ობიექტებზე მუქარით ასე ვთქვათ ირანის რაღაცაზე დაყოლიება დიდ დათმობაზე რა ამ რეჟიმის შესაბამისად ეს დაბომბვა უნდა გაგრძელდეს ეხლა მაგრამ იგივე სიტუაცია შეიქმნება რა გაგებით რომ თუ ამას დაარტყამენ ირანი იმუქრება რომ საპასუხოდ აი აღარ მოერიდება და რეგიონში აი უფრო ასე ვთქვათ მოწყვლად და უფრო სენსიტიურ რაღაცა ობიექტებს დაარტყამს აი ენერგო ობიექტებს საუდის არაბეთისას ყატარისას გაერთიანებული საემიროებისას და კუვეიტისას შესაბამისად ხო აი ახლა ამიდან რომ გამომძვრალიყვნენ აი ეს ულტიმატუმი იმისთვის გახდა საჭირო რომ ანუ პირობა ჩადეს რა წინასწარვე რა ჩვენ უპირობოდ კი არ დაგარტყამთ უბრალოდ აი გახსენით ორმუზი და მაშინ არ დაგარტყამთ ეხლა ირანი ისეთი დილემის წინაშე დგას რომ პრინციპში ერთადერთი კოზირი რაც მას შერჩა არის ეს ორმუზის დაკეტვა სხვა ახლა ვერაფრით ვეღარ უწევს წინააღმდეგობას ერთი ეგა აქვს ამ წუთას ამ რაც უჭირავს ხელში და სავარაუდოდ მაგაზე უარს არ იტყვის და დაარტყამენ სავარაუდოდ მაგრამ ან უნდა წავიდეს ისეთ დათმობაზე რომელიც ნუ პრაქტიკულად კაპიტულაცია არის ხო და აი ხა არის შეიქმნა როგორი ვითარება რომ ყატარიც მიხვდა რომ 48 საათი არ იყო დიდი დრო და ნუ მე არ ვარ რომ მზად დავუშვათ აი ამ საპასუხო დარტყმის მოსაგერიებლად და კიდე მჭირდება დრო აიღო და აი ეს 5 დღე მიეცათ იმისთვის რომ აი მოემზადონ უკეთესად საპასუხო დარტყმისთვის ანუ ყველა მხარისთვის უკვე ნათელია რომ სავარაუდოდ ვერ შეთანხმდებიან რა ამ 5 დღეც გავა 2 დღეში თუ რავი რამდენ საათში სადღაც 48 საათი დარჩა თუ 60 და რაღაცა რა აი ნუ აი ესეთი ფარგლებში ნახოთ ყოველ შემთხვევაში თან ახლა დღეს ცელდება ინფორმაციები რომ ტრამპი აცხადებს რომ ახლოს ვართ რაღაც შეთანხმებას და ვიღაცებთან მაქვს მოლაპარაკება თუმცა რეალურად იმდენად მიუღებელ პირობებს იმაშვება ირანისთვის რომ ძალიან მე მაგალითად ამჯერა რომ მან შეთანხმება მიღწევადია იმიტომ რომ ამერიკის მხრიდანაც ძალიან ხისტი და ძალიან მაქსიმალისტური მოთხოვნებია და ირანის თავის მხრივ რაღაც ისეთებს ითხოვს, ანუ ცალკე რო ავიღოთ, ანუ ცალკე ირანის მოთხოვნები, ცალკე ამერიკის ორივეზე შეთანხმება რთული იქნება და მით უმეტეს ეს შეჯერებული როცა არის და რაღაცა, ნუ აი რა ვიცი, მან კომპრომისი როგორ უნდა მიაღწიონ, არ ვიცი, მე მგონია რომ მაგ დარტყმები განხორციელდება ამ ინფრასტრუქტურაზე. თან ეს იცი რა არის ეს 5 დღის ამოწურვა ემთხვევა იმას რომ აი ეს საზღვაო ქვეით და ის რომ მოდის რა ქვია ერთი ჯგუფი ორი ასე ვთქვათ სადესანტო ხომალდით ორი ყოფილა და არა სამი როგორც გაირკვა ერთი იაპონიაში დარჩაო ის ნიუ ორლეანი და ორი მოდის ერთი შოუფრენზიტია ეს დიდი გემი რომელიცაა და მეორე შესაძლებლობით პატარა მაგრამ ნუ 2500-მდე საზღვაო ქვეითით და ასე შემდეგ არის ინფორმაციები რომ ესე იგი ამერიკიდან უკვე 92 სადესანტო ასე ვთქვათ დივიზიის ერთი ბრიგადაც გადაისროლეს რეგიონში, ანუ იქ მზად არის პრინციპში აი რაც ჩვენ თქვით წინა ვიდეოში რომ კუნძულებზე გადასტომის ოპერაციაც შეიძლება პარალელურად განხორციელდეს აი იმ ინფრასტრუქტურაზე
მასირებული დაბომბვის პარალელურად. ანუ ჩემი პროგნოზია ასეთია, საერთოდ პროგნოზი უმადური საქმეა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს 48 საათი რო ამოიწურება, თუ კიდე არ გადადო რაღაც ტექნიკური მიზეზის გამო, ეხლა მაგალითად გუშინ ბაჰრეინში იყო უზარმაზარი სისმოვიდა, რა ქვია, სეტყვა იყო და რაღაც ესეთ ციკლონი, რაღაც ამინდმა, რაღაც ეგეთმა თუ არ შეუშალა ხელი. ვფიქრობ, რომ სადღაც შაბათ-კვირისკენ ველოდები, ასე ვთქვათ, დაბომბები ხო მიდის ეხლაც, მაგრამ აი ძალიან მკვეთრს დას, ასე ვთქვათ, ამ ინტენსივობის. ვფიქრობ, რომ აი თანაც ეხლა დაბომბების ზრდა ერთია, მაგრამ ანუ გაიზრდება სამიზნეები რა გაგებით, აი სადაც დესანტი უნდა გადასხან, იქ მოსამზადებელი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი აი დაბომბვის თვალსაზრისით, საცეცხლე შემზადება იქაურობის. ნუ პლუს აი ენერგოინფრასტრუქტურაზე რომ მიიტანენ, ხო ეს ახლა აქამდე წერტილოვანი დარტყმები იყო და ახლა მოსახლეობა ამას ხმები ესმოდა, ხედავდა, მაგრამ მათ უშუალოდ ასე ვთქვათ, როგორც წესი ეს არ ეხებოდათ და ახლა ამ ინფრასტრუქტურაზე თუ მიიტანეს დარტყმები, ქვეყანა ჩაბნელდება და ნუ დიდი ხნით შუქი აღარ იქნებათ და ინფორმაციასთან წომა არ ექნებათ, ანუ სხვა ატმოსფერო შეიქმნება საერთოდ, იმიტომ რომ ანუ ხა იქ რო შუქი ითიშება, აღარც წყალია, აღარც ის არის, რა ქვია, ანუ სხვა სიტუაცია იქ საინფორმაციო ვაკუუმშიც იქნებიან და და მან ჰუმანიტარულ კატასტროფასთანაც ახლოს ვიქნებით იდეაში ამდენ ადამიანს თუ არც წყალი, არც ისა და ერთი რამე არა, ეგ სერიოზულ და თან ეგ შეიძლება თვეები და წლები გაგრძელდეს, მე ეგ სირთულეები ამ ენერგოიმის აღდგენასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მაგ ინფრასტრუქტურას თუ მიადგა, მე მაგის ისა, აი როგორ გითხრა რაც ჩვენ მაგალითად 90-იან წლებში დაგვემართა, როცა ის მეცხრე ენერგობლოკი რო გამოვიდა მიდან წყობრიდან რამოდენიმეჯერ და დაანჩენი არის იქ როგორ გითხრა, მაგათ აქვს ხესებიც აქვს და სხვა რაღაცა წყაროებიც, მაგრამ აი ეს თბოელექტროსადგურები არის მაინც ძირითადი წყარო რაღაც 80%-ზე მეტი და ეგენი თუ გამოვიდა წყობრიდან, მე მაგის ისა ძალიან გართულდება რა. ეხლა უნდა გვესმოდეს ისიც, რომ იცი რა, აი მაგალითად რაკეტებს რო უშვებენ მიწისქვეშა გვირაბებიდან რო გამოყავდა რაღაცა, იმ გვირაბების აი ეს კარებები და ისინი სულ ელექტროფიცირებული არის, ანუ იმითი იღება ელექტროენერგიის წყაროები, თუ არ ექნათ ჩაიკეტება, ეგ მე ანუ კი, მაგ საკითხზე ცალკე მინდა კითხობლოთ, მანამდე ესეთ რაღაცა მინდა დავაზუსტო. პრობლემა არის, ანუ გაჩნდება რა, ანუ სერიოზ მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული, ანუ როგორ რაღაცა არის, იცი, ახლა დასრულებისკენ მიდისო, დღეს განუცხადებია რაღაც, მაგრამ უფრო ეგ კიდე ტრამპი რაღაც ეგეთ განცხადებას უაკეთებს, იმისთვის აკეთებს, რომ აი ნავთობის ფასმა ძალიან არ მოიმატოს და მისი ყოველი განცხადება სერიოზულ გავლენას ახდენს, სხვა შორის აგდებს რა, ანუ როგორც კი ზემოთ წავა ხოლმე რაღაც ეგეთ განცხადებებს აკეთებს, რომ აი ფინალისკენ მივდივარ, დასრულდება რაღაც და ნუ ეგრევე აგდებს 100 ქვემოთ და ისა და ანუ თამაშობს ამითი და ნუ ახლა როცა შენ სიტყვას ამხელა ძალა აქვს, რომ შეგიძლია ფასები დააგდო სასურველნაზე, რა ქვია, რაღაც დონეზე, ნუ აკეთებ ამას. აი ეგეთი ვითარებაა, მაგრამ მე სიმართლე გითხრა, ახლა გეუბნები იმ დინამიკიდან, იმიდან გამომდინარე, რასაც ვაკვირდები, რა პირობები, ანუ რა ის მოთხოვნებიც აქვს ორივე მხარეს, შეთანხმების დიდ პერსპექტივებს სიმართლე გითხრა, ვერ ვხედავ ის მოლაპარაკებასაც ახლა ვიღაცასთან ვაწარმოებთ, ვისაც არ გეტყვით, მაგრამ გავლენიანი პირები და სერიოზული ხალხია, მაგრამ აი მაგ მოლაპარაკებებიდან გამომდინარე კიდევ ერთ ესეთ რაღაცას კითხავ. ჩემთვის მაგალითად ხო ეს მოლაპარაკებები რაღაცა ორ ნაწილად იყოფა რა. ერთი ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური თამაშები, რომ შიგნით ირანში ვინც დარჩა ეს მესამე თუ მეოთხე ეშელონის მართველი რგოლი იმათში რაღაცა დაპირისპირება შეიტანოს და მეორე წმინდა სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისი, რომ აი ეს დამატებითი ძალები, რომლის მობილიზებასაც ახლა ახდენს რეგიონში ჩავიდნენ, გაემზადონ. ხო, აი ეს ამ ორი კომპონენტისგან შედგება ჩემთვის აი ეს მოლაპარაკებები რა. და აი ამ მეორე კომპონენტთან დაკავშირებით მაგას ესეთი კითხვა, რომ ვერ გათვალეს, რომ ესენი დაჭირდებოდათ თუ უკვე იქ რატო არ არიან. ხო, ჩვენ ძალიან დიდ პერიოდს დაახლოებით 2-3 თვიან პერიოდს უყურებდით, როდესაც ემზადებოდა ამ ოპერაციისთვის და ახლა დამატებითი ძალები რატო დაჭირდა? აი ეს მეორე ნაწილი რო ავხსნათ უფრო. ეხლა დამატებითი ძალები ხო რეალურად სახმელეთო კომპონენტი გადაყავს და სახმელეთო კომპონენტი სიმართლე გითხრა დაბომბვის წინ პირიქით გაიყვანა კიდევაც რეგიონიდან ევაკუაციაც მოახდინა, იმიტომ რომ ესენი იცოდა რომ დაბომბვის ქვეშ მოხდებოდა ამ ბაზებს ეხლა ყველას ფიზიკურად ვერ იცავს რა, არ არის იმდენი საშუალება რომ აი ყველა გარანტირებულად დაიწვა. იქ რაღაცა აეროდრომები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია,
დააყენეს თაადები ეს პატრიოტები და რაღაც, მაგრამ ყველა ბაზას და ყველა იმას ვერ დაუყენებდა. ახლა იმ ხელა ფართო კონტინგენტი იქ საფრთხელეთო საფრთხის წინაშე იქნებოდა. ეხლა შედარებით გამოხშირული არის, ახლა ისეთი ინტენსიური დამბობა აღარ არის და ანუ სხვა ვითარება არის შექმნილი ახლა რა. და პარალელურად ხო გეუბნები, როგორც კი საფრთხელეთო ჩავა, იქ ისეთი დამბობა დაიწყება, რომ იმათ თავის ამოწევის საშუალება და რაღაცის როლის ნაკლებად ექნებათ, ანუ მაღაზია გათვლილი, რომ ძალიან დიდ ზეწოლას მოახდენენ. და მომწიფთა რო იტყვიან რა სახმელეთოს ახლოს მისაწევად ეს სიტუაცია, თორე აქამდე არ იყო ეგრე მარტივად საქმე რა. ანუ ძილად ეხა დაზიანებული არის უმეტესი სამიზნეები მაგ თვალსაზრისით. ხო და მე მაგალითად ის პოლიტიკური ნაწილიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რატო იცი, მესამე ეშელონს, ანუ ერთი არის რომ უბრალოდ აი როგორც ესე რო იტყვიან რა ჟარგონზე ნახალკა ჩაუგდეს, რომ ერთმანეთს დაერიონ და სინამდვილეში არავისთან სერიოზულთან მოლაპარაკება არ აქვს, მით უმეტეს რაღაც მინიშნება რომ გააკეთეს იქ პარლამენტის თავმჯდომარეზე, ის კაცი ნუ ჯერ გამოირჩევა საკმაოდ ისეთი რადიკალური. ხო, რადიკალური განცხადებებით, მე თუ ეგ მართლა რეალურია, ეგ უპირისპირდება იმ გენერალურ ხაზს, რომელიც აქვს აი ცნობილი ესე იგი შვილი მემკვიდრე ვინც არის, ანუ ახალი აიათოლა, რომელიც დაჭრილია თუ რაღაცა, მაგრამ ხელმძღვანელობს და გადაწყვეტილებებს იღებს, რომ მიზს ხას და აი გუშაგების ხას, ანუ შიდა დაპირისპირებას თუ იწვევენ, ეგეც ასე ვთქვათ, მისაღები ფორმაა ამ შემთხვევაში მიზნის მიღწევის, მაგრამ მე საერთოდ მგონია რომ მაგათ არაფერი მაღლა შეგონებში არაფერი შიდა დაპირისპირება არ არის და ნუ რა ვიცი ხა თუ არის და თუ რეალურად მართლა ვიღაცა არის, მაშინ უნდა ველოდოთ რა, იცი რომ ვინც წინააღმდეგია ამ შეთანხმების, იმის ლიკვიდაციასაც უნდა ველოდოთ ну ახალ საათებში თუ დღეებში რომ ანუ რაღაცნაირად ისინი ჩამოაშორონ ამ გადაწყვეტილების მიღებას და დარჩეს ის ვინც რაღაც დათმობებზე წავა სერიოზულზე. ნახოთ. ამიტომ ახლა ზუსტი პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ თუ აი ეგეთი რაღაცა არ მოხდა, აი მესამე ეშელონშიც და აი მეორე ეშელონის გადარჩენილ ხალხშიც თუ რაღაცა სერიოზული ლიკვიდაციები არ ვიხილეთ და შეთანხმება არ შედგა, ნუ სავარაუდოდ ამ ულტიმატუმის შესრულება მოუწევს რა დაგეგმილიც არის. ანუ იცი როგორ აღარ ვერ გათვალისწინე არ არის ჩემი აზრით აი რომ მზადდება ახლა ხო სცენარი როგორ განვითარდება იმის მიხედვით იმოქმედებდნენ ეგრე იყო ჩადებული თავიდანვე სავარაუდოდ რა ახლა თუ გამოვარო ახლა ყველაფერზე დათახდება ირანი რაც მაგათ რისი მიღწევაც უნდათ მაშინ ახლა მართლა თვითმიზანი ხო არ არის ომი და ყველაფერი მოსპონდა გაანადგურონ მაგრამ თუ ამაზე არ წამოვლენ ნუ მაშინ მეორე სცენარი მეორე ვარიანტი არის განვითარების და ეს არის აი ამ ინფრასტრუქტურის დაბომბვა დესანტის გადასხმა მე მგონია რომ ეს მოხდება იმიტომ კი არა რომ ახლა საერთოდ გამორიცხულია მართლა შეთანხმება არ არის გამორიცხული უბრალოდ ამ გამორთული არის რა ამ შეთანხმების მიღწევა მით უმეტეს როცა აშკარად ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგეები იყოლებათ შიგნით რა და თუმცა ასევე ფაქტად რჩება რომ ამ პაუზით ირანული მხარეც სარგებლობს ხო ფაქტია გავრცელდა მათ შორის ინფორმაციები რომ ეს კუნძულები დანაღმეს დამატებითი ისინი თავდაცვის სისტემები განალაგეს ხო ანუ არ გონია რომ ეს ყოფილიყო არა სიმართლე გითხრა მე არ მგონია რომ ეხლა ამდენი წლებია მაგისტრის ემზადებიან და არის ყველა ეგ სავარაუდო სცენარი რაღაც დონეზე გათვლილი და მომზადებული მაგისტრის იქ ინფრასტრუქტურაც და ასე თქვათ საშტაბო ცნებების და პრაქტიკული ცნებების ბევრი აქვს ჩატარებული და ისა და ეხლა სამალავებიც გაკეთებული და რაღაც აქამდე თუ ვერ მოამზადეს ეხლა რაღაც ამ შუა დაბომბვის დროს იქ რაღაცის გადასვლა და რაღაცა დიდად ამით ვერ შეცვლის რა მით უმეტეს რომ ხარგის კუნძულზე გადაისროლესო ეგ ხარგის კუნძული ეხლა მე წინა იმ ვიდეოშიც და რამოდენიმეჯერ თქვი და ბევრჯერ დავწერე და რაღაცა რომ გონია უფრო აი რაღაცა ყურადღების გადასატანი და რეალურად მაგმიმართულებით ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არაფერს არ ველოდები მე არ გამოურიცხავ ზოგადად რომ მან რაღაცა მე დესანტი გადასხან მაგრამ არა ამ ეტაპზე რა ახლა უფრო მნიშვნელოვანია ორმუზის გახსნა და თანაც უფრო ისეთი რა მან ახსენი რატომაც წინა ვიდეოში რატო არის მან უფრო სავარაუდო რომ მან გადასხან დესანტი და არა ხალხზე მაგრამ ხალხზე ხაი თუ შიდა დაპირისპირება დაიწყო თუ აი ირანმა ვეღარ მოახდინა კონცენტრაცია გარე ასე თქვა საფრთხეებს და შიგნით ერთმანეთს დაერივნენ მაშინ არ არის გამორიცხული რომ ხალხზეც გადასხდნენ და მატერიკზეც მაგრამ
მანამდე ხა ამ ეტაპზე და იმ ძალებით რაც ახლა გადასროლილია, ვფიქრობ აი ეს რამოდენიმე პატარა კონძულს თუ აიღებენ ახლა მეტის საშუალებას ეს ძალები რაც გადასროლილია არ იძლევა რა. ის მეორე სადესანტო ჯგუფი მოდის საზღვაო ქვეითების ის ნუ სავარაუდოდ სადღაც 3 კვირაში და შეიძლება 4 კვირას დაჭირდეს სანამ ადგილზე ჩავა. ანუ ის უკვე ეგრეთ წოდებული წმენდაზე თუ ჩავა იმ კონძულებზე ან რაღაცა კიდე რაღაც როტაციისთვის თუ ჩავა, თორე ანუ ამ ოპერაციაში ის ვეღარ მოასწრებს მონაწილეობის მიღებას. აქ სავარაუდოდ აი ხოგენების 31 მეუ მიიღებს მონაწილეობას 92 დივიზია და ნუ სხვადასხვა ეს სპეცდანიშნულების რაღაცა სპეც ოპერაციების ძალების რაღაცა ესეთი მიქსი რა, ეხა სად რას ჩაატარებენ და რას გააკეთებენ, ნუ სურპრიზები იქნება სავარაუდოდ, მაგას წინასწარ ვერც არავინ არ გვეტყვის და ვერც ჩვენ გამოვიცნობთ. ეს ოპერატიული ხელოვნების ერთ-ერთი ის არის, რომ რაღაც მოულოდნელობა შესთავაზონ მას. სხვა შორის ბევრჯერ ახსენა მაგალითად ნეტანიაჰუმ, რომ აი ეხლაო ჩვენ ფინალისკენ გავდივართო და სურპრიზებიელით ირანელებს ანუ რაღაც არაორდინალური რაღაცეებით შეიძლება შემოგთავაზონ, რომელსაც არ ველით. ხო, კიდე ისრაელის გენშტაბის იმანაც გააკეთა ჩვენი ბოლო ვიდეოს, მე მგონი იმავე დღეს რაღაც თუ მე ხსირება არ მღალატობს, რომ იმიტომ რომ მესამე კვირა იყო მაშინ და ზუსტად თქვა, რომ ზუსტად ჩუაში ვარ თუ ანუ სავარაუდოდ კიდე 3 კვირა გაგრძელდება რა. აქვე თუ ვინმე წინა ვიდეო არ გინახავთ, ამავე ახს შეგიძლიათ ნახოთ და იქ საუბარი იყო ორმუზის კონტროლს რა მნიშვნელობა აქვს, იგივე ჩინეთის კომპონენტთან დაკავშირებით და საკმაოდ საინტერესო ვიდეოა, თუ ვინმეს არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ. ახლა ისევ ისრაელზე რო გადავიდეთ, სანამ აი ეს თქვათ მოლაპარაკებები ბრჭყალებში მიმდინარეობს, ისრაელი ისე დაზარალდა და დაზიანდა, როგორც მე მგონი მანამდე სახელმწიფო შექმნის მერე არასდროს, ხო? და პლუს ხედავთ რომ ძალიან აქტიურობენ ეს ჰეზბოლას წარმომადგენლები, ხო? მათ წინააღმდეგ. ასევე ჩვენ ნახეთ ნეტანიაჰუს განცხადებაც, რომ თუ არ აქვს მნიშვნელობა, თქვათ ირანში როგორ გამთავრდება მოვლენები, ჩვენ აქ ბოლომდე გავალთ და იგივე მდინარეზე რო აკეთებენ ახლა შესვლას, ეს დიდი ხნით გაგრძელდება. ეგ მიმართულებას რომ მიმოვიხილოთ, მან რა სიტუაცია არის? იცი რა, სიმართლე გითხრა ის პირველი წინადადება რაც თქვი, არ გეთანხმები ხა ამ მომის დროს ისრაელი იმდენად არ დაზარებულა, თუნდაც რამდენადაც შარშანო 12-დღიანი ომის დროს უფრო დიდი ზიანი მსხვერპლისთვის თვალსაზრისითაც და ასე თქვათ მტკივნეული დაბომბების თვალსაზრისითაც ის მინიმუმ არანაკლები იყო რა. მაშინაც ნუ ხო უბრალოდ ყოველდღიურად ჩვენ ხედავთ აი ამ კასეტური კობინებიანი ბალისტიკურების როლას, დაცემას, მსხვერპლს ყოველ შემთხვევაში კი, მაგრამ ეხა რეალურად ისეთი ეხა სერიოზული ზიანი მაგასთან ძალიან ისე აწყობილი სისტემა აქვს სამოქალაქო თავდაცვისაც, ანუ თავშესაფარებია ყველგან ეს ბომბშელთერები ისინი რა და აფრთხილებენ წინასწარ ეს ბალისტიკური რაკეტა რომ უფრინავს, უმეტესობის გადაჭერა ხდება, რისი გადაჭერაც ვერ ხდება და ეს ბომბლეტები თუ ცვივა, ეხლა თუ თავშესაფარში არიან და თუ არ იცი რა არის, ზოგიერთი ახლა იგნორირებას უკვე იმდენად უკვე ისინი არიან, რომ აი გადაიჭერს და არაფერი არ იქნება, რომ ზოგიერთი იგნორირებას უკეთებს ამ გაფრთხილებებს რა და არ შედის დროულად თავშესაფარში. თუ შევიდნენ ხარ არის იმ სიმძლავრის ისა, ნუ რამოდენიმე ადგილას ცოტა ისეთ სერიოზული ნგრევა კი დაფიქსირდა, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ისრაელი რა მთელი თავისი არსებობის მანძილზე რაც შექმნილი არის 70 წელს გადაცილდა აგერ უკვე ნუ მიჩვეული არის რაღაცა ისეთი ნახევრად ომის მდგომარეობაში ცხოვრებას, ანუ სერიოზულად მე არ იცი ხა მაგათ სხვათა შორის ყველაზე დიდ ზიანს რაც აყენებს ეკონომიკური ის რომ პრინციპში ეკონომიკა დაპაუზებულია, მაგრამ დაპაუზებული არის 7 ოქტომბრის ტერაქტის მერე პრინციპში რამდენი 2 წელიწადზე მეტი გავიდა და დაპაუზებული არის, ხო? ქვეყანა ჯერ იყო და ღაზაში, მერე ეს მაშინ ლიბანის სამხრეთით, მერე ამ ეს ირანი, ანუ სულ რაღაცა ოპერაციების ომებია, სულ ის არის და ეხლა რა თქმა უნდა ეს თავისებურად სტრესია რა ეკონომიკისთვის. კი არიან ადაპტირებულები მეტნაკლებად, მაგრამ ეხლა მაგალითად აი ეს რაც დაიწყო ეს ოპერაცია, ახლა ფრენები არ არის, ან იშვიათად სრულდება შედარებით უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაღაც ეკონომიკური რაღაც დარგები გაჩერებული, ახლა ტურისტები იმდენი არ ჩადიან, რომელიც ტურიზმი დიდი ის არის, რაც თქვა
შემოსავლის წყაროა ისრაელისთვის მოგეხსენება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მაგ თვალსაზრისით ზიანდება, მაგრამ ხა დაბომბვების და იმის შედეგად სიმართლე გითხრა, ეხლა უფრო ნაკლები რაკეტა ჩავარდა, ვიდრე მაგალითად შარშან რა და ეხა იგივე იმ ღაზაში სანამ ჯერ კიდე ანუ ძლიერად იყო ხამასი, ხო, იქიდან რომ მართალია იმათ გაცილებით სუსტი რაკეტები ჰქონდა და ისა, მაგრამ ის ამაგერთ ის ახლოს იყო და მახსოვს ეხა იქიდან რომ ამას ისროდნენ, იქ გაცილებით დიდი პანიკაც მეტი იყო, გრევა და მსხვერპლიც პრინციპში მეტი იყო მიუხედავად ამ აეროდრომის ძალიან კარგი მუშაობისა. ნუ ეგ უფრო სერიოზული ის იყო რა. ეხა ამ წუთას ეხა იქ არაფერი ეგეთი რომ აი ქვეყანა თავზე გვექცევა, ნამდვილად არ არის. ანუ ისრაელს პირიქით ეხა უყურე ისრაელი რა დისმოლოდინშია რომ აი ეს აქტიური ფაზა ამ ირანთან დაკავშირებით დასრულდეს და მაგათ აქვთ ეს რომ ნამდვილად რა ქვია ზაფხულამდე ან ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმ ზაფხულის ბოლომდე აი ეს ლიბანში ეს ბუფერული ზონა უნდა შექმნან და ეს ჰეზბოლას თემაც ერთხელ და სამუდამოდ როგორც აი ჰამასის უკვე ფუნდამენტურად გადავწყვიტეთო ჰეზბოლასიც გადაწყვიტონ. ანუ ინდონეზე მაინც დაასუსტონ რომ მე უკვე თვითონ ლიბანის ხელისუფლებამ რომელიც ჰეზბოლას წინააღმდეგია აგრეთვე, მაგრამ ეშინია მასთან ღია ომის იმდენად დასუსტეს ჰეზბოლა რომ მე აღარ შეეშინდეს და თვითონ მიხედოს რა ანუ ისრაელის დაბომბვების გარეშე. აი ეგეთ სტადიამდე მიყვანაზე არის საუბარი ამ ჰეზბოლასი რა. ხო და სავარაუდოდ მაგას გააკეთებენ და ეხლა ცოტა ხანში აი როდესაც ეს სამკვირა დასრულდება რომელიც თქვი ან წინა კვირიდან სადღაც ორ კვირაში სამ კვირაში ეს ირანისგან გამოვა მეტნაკლებად ისრაელი სადაც თანაბრად მონაწილეობს ამერიკასთან ერთად ამ დაბომბვებში გადაერთვება ლიბანზე და ამ ჰეზბოლაზე სადაც ნუ ახლა თან გახდა ცნობილი რომ 400,000 უნდა გაიწვიონ ეს ისა რა რეზერვისტი ეს არის პრაქტიკულად ისრაელის მაქსიმუმი რაც ყავთ ეს რეზერვისტები და ახლა 400,000 კაცს რო იწვევ სერიოზულ სახმელეთო ოპერაციას აპირებენ სერიოზული მაგრამ სწრაფი იქნება ეს რაღაცა როგორც იმაში ღაზაში გაგრძელდა რაღაცა 2 წელი ეგრე არ გაგრძელდება ანუ სავარაუდოდ ხო გეუბნების ამ მაქსიმუმ შემოდგომამდე დასრულდება. მე ვფიქრობ უფრო მალეც ალბათ მაისის ბოლოს ივნისში და ეგ თემაც მათთვის ასე თქვათ მიაღწევენ სტრატეგიულ მიზნებს რაც მაგ მიმართულებაზე აქვთ და ნუ აქეთ ირანზე სამაგიეროდ ამერიკას მეტი ასე თქვათ ამერიკის წილი გაიზრდება ამ ირანზე განსახორციელებელი დაბომბების და სხვა ტიპის ზეწოლების აი იგივე სახმელეთო ოპერაციაზე გადავა აქცენტი და რაღაცა შეიცვლება ხასიათის საბრძოლო მოქმედებების აი მას ვარაუდობ მე ერთ-ორ კვირაში მოდი თბო სადგურების დაბომბვას და ელექტროენერგიის თემას დაუბრუნდეთ შენც ახსენე და მეც ისრაელულ მედიას რო უყურებდი იქაც ნახე რომ რაღაცა ესეთი ინფორმაცია რომ მოსადზე დაყრდნობით რომ აი ეს გვირაბები და მოკლედ მიწის ქვემო ინფრასტრუქტურა მთლიანად ამ ელექტროსისტემაზე არის დამოკიდებული თუმცა მე აქ ესეთი კითხვა მაქვს რამდენად იქნება ეს სისტემები ინტეგრირებული ცენტრალიზებულ ელექტროენერგიასთან რა არ ექნება დავიჯეროთ ცალკე გენერატორები, ცალკე მოწყობილობები ამას რომ მაგას არ გათვლიდნენ ასე ვთქვათ რომ რამე იყოს ელექტროენერგიას დაბომბვები და პრაქტიკულად უფუნქციოა თუ კარი ვერ გაიღო იყავი შენ მიწის ქვემოთ და რავი რა უნდა გააკეთო კარი ვერ გაიღოს გარდა ეხლა ვენტილაცია ხო საჭიროა მიწის ქვეშ არის მაშინ ხო და მთელი და ამიტომ გონდა რაღაცა გენერატორების სისტემა ან რაღაცა ვფიქრობ რომ იქნება ხო იქნება, მაგრამ როგორ გითხრა ხა ეს ხო ისეთი ანუ რაღაცა ერთი გასაღები ხო არ არსებობს ამის მიმართ ხა იქ ის რო დაიბომბება სავარაუდოდ ანუ რა რეცი ეგ ძალიან დიდი ქსელია უბრალოდ სრული განადგურება არის ავიაციო დაბომბვებით რთული თორე მასეთ რაღაცა ინფრასტრუქტურას აქვს კრიტიკული რაღაცა წერტილები სადაც რომელსაც თუ გამოიყვან წყობრიდან მე მისი გამოყენება და ფუნქციონირება გაჭირდება. აი იგივე მაგალითად ეს ვენტილაციის სისტემები თუ გამოიყვანეთ წყობრიდან ეს ესენი რა ქვია გენერატორები სადღაცა ხო დგას ანუ იმას დაარტყამენ განა ის რომ რაღაცა წერტილს იქ ვერ წვდებიან უბრალოდ ახლა მთლიანად გამობომბო იმ სიგრძე რაღაცა რომელიც 10-ობით და 100-ობით კილომეტრია გადაჭიმული მიწის ქვეშ ის ძალიან რთულია მაგრამ
აი რაღაცა კრიტიკული ისინი გამოუყვანონ წყობრიდან, იგივე მოპებით თუ სხვა ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით შესაძლებელია და აი მაგის მასიური დაბომბვა წავა, მით უმეტეს თუ აი ეს აგენტურული ქსელით და იმით მათ რუკები აქვთ, აი მიწისქვეშა გვირაბების ზუსტი ის სად რა გადის და ლოკაცია და ის როგორ არის, ეგ თუ აქვთ და სავარაუდოდ აქვთ. მაშინ ეგ გაცილებით აიოლებს ის მთლიანად ვერ გაუნადგურებენ, მთლიანად მანდ კი არა ღაზაში შესულები არიან და იქაც რაღაცა გვირაბები კიდე არსებობს დღემდე და რაღაცა ხო, მაგრამ როცა ფიზიკურათაც შევიდნენ და ზედიარეს და რა ვიცი ჩაძვრნენ იქ კომანდოსების და რაღაც, მაგრამ ბოლომდე იქაც ვერ გაანეიტრალეს და აქ მით უმეტეს ეს შეუძლებელია, მაგრამ კრიტიკული რაღაცა წერტილების გამოყვანა წყობრიდან ისე რომ იმან არ იფუნქციონიროს და აი წინააღმდეგობის შეტანის თემაში არ შეიტანოს რაღაცა მნიშვნელოვანი წილი, ეგ შესაძლებელია და მაგას გააკეთებენ ახლა. ნახოთ, თან რა არის ახლა რაღაცების აღდგენა შეიძლება მერე, მაგრამ იცი როგორ ახლა იმდენად ეს ინტენსიურად მიდის ზეწოლა, რომ რაღაცები უფრო მალე ნადგურდება, ვიდრე ისინი აღდგენას ახერხებენ. ხო და შესაბამისად აი ეს ოპერატიული ტემპი არ უნდა დავარდეს რა, თორე თუ სიტყვაზე აი მართლა დაპაუზდა და შეწყდა ომი, აღადგენს ირანი, ხო რა თქმა უნდა, აქ იმხელა სამრეწველო და ესეთი პოტენციალი ადამიანური და ყველანაირი რომ ინტელექტუალურიც რომ აღადგინოს ეს ყველაფერი, მით უმეტეს თუ აი ეს დაფინანსება არ შეუძლია, აი მანდ აი როგორი თემაა რომ ირანს თუ შეუძლია დაფინანსება, თუ ეს ელექტროენერგიის თემა გაუჭირდა, თუ ეს ინფრასტრუქტურა მოუშალეს, მაშინ აი რეჟიმი რამდენად შეძლებს შეინარჩუნოს მერე უკვე ისინი სახელისუფლებო ბერკეტები. რაღაც მომენტში დადგება ის ვითარება, როცა აი თუ აი ხო გეუბნები იმ მესამე ეშელონის და მეორეს ნარჩენების აი იგივე ახალია იმ დანიშნული აიათოლას ლიკვიდაცია არ მოხდა, ხო? ხამენეიშვილის აღარ მახსოვს რა ქვია მაგას. ხო, მოკლედ, აი თუ ეს ხო, თუ არ მოხდა, ხო? მაინც და გამოაცხადა ტრამპმა, რომ დავასრულე და რაღაცა, ხო? რაღაც სტაბილურობას მიაღწია იქ ორმუზის სრუტეში, ასე თქვა, ტრანზიტის და რაღაც და დავასრულე. აი და მაგრამ შენარჩუნდა დაუშვათ რეჟიმ ჩეინჯი, რასაც ქვია არ მოხდა. აი მერე გავა რაღაცა დრო და ხანდახან აი ხო გეუბნები მშვიდობა უფრო ღრნის ამ იმას ვიდრე დასრულდა ომი გეშინოდა შვიდობის ეს გამოთქმა ყოველთვისაა რომ აი მერე მშრალი ნარჩენი რა დარჩება ხა ამდენი რაღაც აღსადგენი ამდენი ესე იგი ფული ჩაიყარა მაგ ინფრასტრუქტურაში დაანგრეული ყველაფერი მოშლილი და რა აი მერე როგორ შეინარჩუნებს მაგაზეც ხო მერე ხო გამოვა ეს ხალხი ქუჩაში და ნახავს რომ ყველაფერი დაანგრეულია იმ ბასიჯების და იმის ინფრასტრუქტურას ყველაფერი მოშლილია ფული მაგათ არ აქვს ის არ აქვს და აი მერე რამდენად შეძლებენ უკვე დაჭერა სიტუაციის ახლა აი ჩემი შემდეგი კი მესმის ხო აი და ჩემი შემდეგი თემაც და კითხვაც მაგ მიმართულებით არის თან შეგვიძლია უკვე მგონი ბოლოსკენაც გავიდეთ აი მე მრჩება შთაბეჭდილება რომ ტრამპმა ვერაფერი ვერ ისწავლა რუსეთ-უკრაინის ომისგან რა. ეხლა ვეცდები ახსნა რას გულისხმობ რა. მე-5 წელი დაიწყო და დღე არ გავა რომ რუსეთმა უკრაინა არ დაბომბოს, ხო? და ამითი რეალურად რეჟიმ ჩეინჯს ვერ მიაღწია და ეს ფაქტია და რეჟიმ ჩეინჯს ვერ მიაღწია კი არა, ერთი სამხედრო მიზანი არ არის, რომელსაც მიაღწია. რაღაცა დაახლოებით ანალოგიური შთაბეჭდილება მრჩება რომ ტრამპი აკეთებს ირანში მით უფრო იმ ფონზე იცი რომ მე განცხადება მინდა გაგახსენე რომ აი ჩვენ როგორც ვენესუელაშიო ვიპოვეთო ვიღაცაო ვისაც გადავაბარეთო მართლობაო აი ეგრე ვიპოვეთო და გადავაბარებთო ირანშიც თუ ყველაფერი ისე არ წავიდაო თუ კი აი ეს იგივე მეორე მესამე ეშელონის აიათოლები დავარქვათ მოდი ხო ეს რეჟიმი თუ ეგენი დარჩნენ თუ მათ დარჩათ ძალაუფლება მიუხედავად იმისა რომ განადგურებული ინფრასტრუქტურა აქვთ ხო რა შეუშლით ხელს რომ ეს ყველაფერი აღადგინონ შეიძლება ტრამპის საპატივცემულოდ მის ვადაში არაფერი არ ქნან კარგად მოიქცნენ ჭყალებში ჩავსვათ ეს წინადადება მაგრამ მერე ისევ დაიწყონ ეს თავისი ბირთვული მით უფრო რომ არც ისრაელი გაქრება სადმე არც ამერიკა გაქრება სადმე და არც ეს ირანული აი ეს რაღაცა იდეოლოგია რომ ისრაელი უნდა განადგურდეს ხო ამიტომ ვიძახი რომ თუ კი ეს ოპერაცია ისე დასრულდა რომ რეჟიმ ჩეინჯი არ მოხდა მაშინ მე საერთოდ ამ ოპერაციის აზრს ვერ ვხედავ სიმართლე გითხრა რა კი გაუნადგურებენ ამ ყველაფერს და მაგრამ ეს ხო აღდგენადია
იცი რა ეხა ისე რა ქვია გავიგე მაგას ბევრი ამბობს მაგრამ მე მგონია რომ აი ვინც მასე ფიქრობს ერთ რაღაცა ფუნდამენტურ შეცდომას უშვებს და ერთ რაღაცას უკეთებს იგნორირებას ანუ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებებია უკრაინასა და იმას შორის იმიტომ რომ უკრაინა ერთი შეხედვით გავს ხო მაგრამ მეორე მხრივ რა ხდება რუსეთი უკრაინაზე ამ ომით თვითონ ეკონომიკურად ძალიან დაზარავდა გამოიფიტა როგორც სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით ისე ეკონომიკურად ხო და ეხა მაგას ვერ ვიტყვი არათუ ამერიკაზე ისრაელზეც კი ხო გეუბნები ანუ მათ არანაირი ანუ პრაქტიკულად აი როგორ გითხრა მარაგები რომელიც შექმნილი აქვს აი საყოველთაოდ აი მიმდინარე იმისთვის რაღაცა ოპერაციებისთვის აი ამისი გახარჯვით ყოველგვარი მსხვერპლის და იმის გაშხა 1,200,000 კაცი დაკარგა რუსეთმა და ეხლა ამერიკამ რამოდენიმე ადამიანი რომელიც აი ისეთ ინციდენტებში დაიღუპნენ თორემ შეიძლება ცნების დროსაც იღუპებიან მაგდენის სტატისტიკურად ყოველდღიურად რაღაც საქმიანობებში რა აი ჩვეულებრივი ამბავია არაფერი ასე თქვა ნახტომისებრი რაღაცა დანაკარგები არ ყოფილა რა ამერიკაში არც ეკონომიკურად არ ეკონომიკურად პირიქით ახლა მეც ჩაასხამენ ამ იმაში რა ქვია და დაუშვათ იქ ჩინეთისთვის და ვიღაცისთვის სხვებთან საომრად მეტად მოემზადებიან ეგ არის და ეგ ანუ არაფერი ამ თვალსაზრისით ანუ რუსეთს ახლა რუსეთმა რაც 20 წელი აგროვა მოხუცებისთვის და ეკონომიკის შესაძლო აი თუ თქვათ ნავთობზე დაბალი ფასების ან რაღაცის გამო შეიძლება მიიღო დემიჯი ამის დასაკომპენსაციებლად ქონდა ეს კეთილდღეობის ფონდი და სტაბილიზაციის ფონდი ერთის და მეორეც გახარჯა ამ ომისთვის და აღარ აქვს ეს და ეხლა გადავიდა უკვე შიდა რესურსების ჭამაზე პლუს ამას რა ვიცი მე 10,000-ობით ჯავშან ტექნიკა მათ შორის 15,000 ტანკი ყავდა იმის საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ეს რა ქვია რეზერვები და პრაქტიკულად აი ბოლო ტანკები გამოზიდა ეხა უკვე იმ საწყობებიდან ანუ რა წევიდა უზარმაზარი მარაგები ქონდა საარტილერიო ჭურვების არტილერიის ბტრ-ების ბმპ-ების ტანკების აღარაფერი აღარ აქვს გესმის ანუ გამოჭამა მთელი რესურსები რა და ფულიც დახარჯა და ყველაფერი და ანუ ვაბანკზეა წასული და თან მის ახლა სხვა მიზნები აქვს რა ანუ მისთვის მხოლოდ ის რომ უკრაინა დაესუსტებინა არ იყო და ამათვის ეგეც თემა არის რომ ბირთვული პროგრამა ვერ განაახოს სარაკეტო პროგრამა ვერ განაახოს ანუ პროსტა უბრალოდ რომ ზიანი მიაყენონ რიანს ეგეც მიზანია მაგათვის რა ეგეც პროგრამა მინიმუმი ეგ იყო პრინციპში ხო და რა ვიცი ახლა ეგენი პროგრამა მინიმუმს აღწევენ ისე რომ მინიმალური დანაკარგებით და მინიმალური ფინანსური დანახარჯებით ისეც რომელსაც ნუ აი როგორ გითხრა ეგ ფინანსური დანახარჯები რაღაცა ვარიანტში სასარგებლოც იქნება ამერიკისთვის იმიტომ რომ ნუ მე შეკვეთებს მიიღებენ იქ სამხედრო სამრეწველო ისინი რაღაც განაახლებენ რაღაცა ჭურვების რაკეტების რაღაცების წარმოებას ამერიკაში წარმოების დონე გაიზრდება ანუ სხვა მხრივ ეს დიდ იმას მათზე გავლენას აახდენს და რუსეთზე ეს დამანგრეველ იმას ახდენს. ეხლა რუსეთი თან მე როგორ ახლა უკრაინაში მიმდინარეობს ომი. და სულთა იმიჯურად და იდეოლოგიურადაც თუ მინიმუმ დონბასი არ აიღო, რუსეთი ვერ ჩერდება, ხო? ამ დონბასის ასახებადაც კიდე 1-2 წელი დაჭირდება ბოლოს საზღვარზე რო გავდის. მერეც ან შეძლებს შეწყვეტას ომის ან არა, იქნებ თუ უკრაინამ თუ არ შეწყვიტა მერე მაინც მოუწევს გაგრძელება და ამასობაში როგორ ვთქვა, უკრაინას ეკონომიკა კი არის დანგრეული და აღარ არსებობს ფაქტიურად, მაგრამ ის ზის დასავლეთის ეკონომიკაზე, რომელიც არის 10ჯერ ევროპა არის 10ჯერ უდიდი ვიდრე რუსეთის ეკონომიკა, ევროკავშირის და მისი ბრიტანეთის გაერთიანებული მუშიფლ არის უფრო 10ჯერ მეტი ვიდრე რუსეთის. პლუს ამისა ცალკე აშშ არის კიდე ისა ხო რა 30ჯერ დიდი. რაზე ვიძახი, ანუ უკრაინას უკან უდგას მთელი დასავლეთი რეალურად რა. ხო და ირანს არავინ არ უდგას და ირანი ინგრევა და იფიტება და სასიცოცხლო იმეებს კარგავს რითითაც ასე თქვა სულდმულოდა. ხო და არაფერი ჩინეთი ახლა რუსეთის არ იყოს ან როგორც ახლა რუსეთს არ იმასშვება და უბრალოდ ვასალად დაიყენა ხო ახლა ამათაც რა ამათ ხმარობს იმ გაგებით რომ ნუ იაფად იყიდის მაგათგან ნავთობს მაგრამ
მაგრამ ვერ ჩადებს, აი როგორ ჩადებს ახლა ინფრასტრუქტურა, აი შენი ძახი რომ რატო ვერ აღადგენს ირანიო, მაგრამ ამერიკას კაი ტრამპის დროს კარგად მოიქცა, მაგრამ შენ რა გონია ტრამპის შემდეგი ადმინისტრაცია პრინციპში რა უარს იტყვის, ნებისმიერ დროს დაბომბავენ და ახლა ცოტა ისე უხეშად დავწერე ერთხან კომენტარზე Facebook-ზე, აი როგორც რაღაცა სუბუქი ყოფაქცევის ქალი იმაში რა ქვია, რომ შეაგდეს იმაში თქო რა ქვია ბორდელში თქო და მე როცა უნდა მაშინ მიადგებიან და იმასამე ეგრე არის ახლა ირანი კარგი ახლა შეწყვიტეს 6 თვეში ისევ დაბომბავენ 8 თვეში ისევ დაბომბავენ რავი აი რა დაუშლის ხელს იგივე ტრამპს რაღაცა ამ ყველა ლოგიკაში მოყვები და ანუ მე რუსეთის და ამერიკის ეკონომიკები და სამხედრო შესაძლებლობები არ შემინდარები ეჭვით სამეპარება როგორც დედამიწა ეგრე გასხოვდება სხვა რამეს გულისხმობ რა მე გულისხმობ რომ თუ კი ტრამპმა რაღაცა მიზეზების გამო არ ვიცი ეს საქმე ბოლომდე არ მიიყვანა ეს არის აი როგორ გითხრა დროებითი ამბავი მგონია რა იმიტომ რომ ანუ იგივე თქვა ჩინეთის დამოკიდებულებას შეეხო ნახე რატომაც არ ენდომება ჩინეთს ყავდეს რუსეთთან ერთად ვასალის სახით ირანი კავშირი დავკარგეთ სადამის ერაყის მაგალითი ხო როდესაც 91-12 წლებში ერაყი დამარცხდა აი სასტიკად დამარცხდა კუვეიტის რა ქვია ოკუპაციის მერე კოალიციურ ძალებთან და რა მოხდა მერე 92-ში ეს ოპერაცია დასრულდა მაგრამ არ შეყვნენ ბოლომდე და ახლა ბაღდადი მაშინ არ აუღიათ მაგრამ დაბომბეს 1996 წელს 1998 წელს მაგრამ უკვე ჯარი შევიდა 2003 წელს. ანუ 10 წელზე მეტი გავიდა და ამ პერიოდში ხო ზეწოლის ქვეშ იყო ეს რა ქვია იქ რაღაცა ქურთებისთვის არასაფრენი ზონები დაუწეს ეს ჩრდილოეთი და სამხრეთით თუ გახსოვს. ანუ პერიოდულად ბომბავდნენ. ანუ ირანიც ახლა რაღაცა ეგეთ სიტუაციაში აღმოჩნდება რომ ანუ ხო გეუბნები თუ არ გამოვა ეხლავე და მყისიერად ამ რეჟიმ ჩეინჯი და რაღაცა ყოველ შემთხვევაში დაზარალებული, დანგრეული, სადაც ჩინეთი უბრალოდ ინვესტიციას იმიტომ არ ჩადებს, რომ დაინახავს, რომ შეიძლება დაკარგოს და რა იქნება და პერიოდულად დაბომბავენ და ვერ აღდგებიან. ანუ აბსოლუტურად არა რელევანტურია ამ ხრივ ჩემი აზრით მაგორი პარალელის გავლება შეიძლება რაღაც პარალელების, მაგრამ მსგავსება ძალიან გაცილებით მეტია ვიდრე ისა განსხვავება გაცილებით მეტია ვიდრე მსგავსება. იცი რა მომისმინე ეს იმისთვის რომ რუსეთი როგორც იმპერია იყოს და განაგრძოს არსებობა ხო მას ჭირდება უკრაინა დაიმორჩილოს და დაიყვნის ეს არის ძველი ასე ვთქვათ ბჟეჟინსკიმ თქვა ეს და მაგრამ ეს ჭეშმარიტება რა მართლა ესია გეოპოლიტიკურად რო შეხედო რუსეთის როგორც იმპერიის პროექტი მკვდარია თუ უკრაინას არ თხელობს რა ვთქვათ რა ანუ მას ჭირდება უკრაინის დამორჩილება და დაპყრობა რა კი უკრაინა დასავლეთიდან სამხრეთიდან საქართველო ამ ორი ქვეყნის გარეშე არაფერი არ გამოუვა ხო კავკასია ჭირდება კი ბატონო კავკასია აქეთა ფლანგზე მაგრამ უკრაინა უფრო ჭირდება ანუ უკრაინა არის როგორც აი იმპერია რო შედგეს ხო და რაზე ვიძახე ხა უყურე ეგეთი ამერიკას ეგეთი მიზანი მან საერთოდ არ უდგას ანუ ირანის დაპყრობა არა აქ მიზნად ეხა რა ხო და ანუ მისით манипуლირებას და თუ საჭირო გახდა დაბომბას ყოველთვის შეძლებს ანუ ამიტომ ეს ძალიან ამიტომ არის ეს პრინციპული სხვაობა ანუ მაგაში აბსოლუტურად გეთანხმებით კაცო მიზნების პრინციპულ სხვაობაში და მაგ ყველაფერში აბსოლუტურად გეთანხმებით უბრალოდ მე კიდევ ერთხელ რა ანუ გონია რომ ეს საქმე ბოლომდე ამოკვეთ მისაყვანი რა ხარჯი ნაკნავია როგორც იტყვიან ამბავი დაწყებულია და მისაყვანია ბოლომდე რა მეც მგონი იცი როგორ ახლა მომისმინე ჩვენ უბრალოდ ახლა გამოვდივართ იქიდან რომ ყველაზე ცუდ სცენარში რომ ბოლომდე ახლა ვერ მიიყვანოს და შემდეგი ეტაპი დაჭირდეს რაღაც რამოდენიმე თვის ან წლის ან შემდეგ ადმინისტრაციას დაჭირდეს შემდეგ პრეზიდენტს მაგრამ ეს ცუდი ვარიანტია მაგრამ ახლა რასაც უყურებ ხო იმ დინამიკით რა ვიცი მე მგონია რომ ვერ გადაიტანს ამას ეს ისა რა ელემენტარულად მართლა ახლა ეს თან ეს მესამე ეშელონის იმათ ხო ნაკლები ისა აქვს რა ქვია ავტორიტეტიც აქვს. წინაკინაღამ დაემხო ისეთი პროტესტები ქონდათ 2 თვის წინ, ხო? ხა იანვარში და ხა წარმოიდგინე ამდენი დაბომბვის და უშუქობის და ხა მოდი რა ასე ვთქვათ, ვარდების რევოლუცია, აი რატო შედგა საქართველოში. იმიტომ რომ
აი ყველაზე დაბლა რო დაეშვა რა ჩვენი ეკონომიკა, აი 80 ლარი რო იყო ისა ხელფასები ჯარში მაგალითად და იმასაც 12 თვე ვერ აძლევდნენ, იმიტომ რომ სეკვესტრზე იყო, ბიუჯეტს ვერ ავსებდნენ, რა ვიცი მე უშუქობა იყო თვეები ზოგიერთ რაიონში და თბილისში სულ მუდმივად ანუ 4 საათი და 3 საათი მიეწოდებოდა დღე-ღამეში და შუაღამისას რომ მოდიოდა გვიხარო და ანუ რაზე ვიძახე ხა ეგეთი სიტუაცია არ ყოფილა აქამდე იმაში ირანში ანუ შუქი აქვს ყველაფერი აქვს უბრალოდ ეხა მეტად შეუულიათ იცხოვრონ როგორც აი ყატარელებმა და საუდელებმა ძალიან დიდრულად და ამ დროს ცხოვრობენ საშუალოდ რა როგორც რუსები აი განსხვავება ეგ არის მაგრამ მაგათ ისეთ მდგომარეობაში თუ ჩავარდნენ როგორც ჩვენ 90-იანი წლების აი ბოლოს ვიყავით შევარდნაძის დროს და დაექცათ და ჩამოექცათ ეკონომიკა და შუქი არ ექნათ და ის წყალი არ ექნათ მით უმეტეს ხო ხა წყალის უწყლობის გადატანა ძალიან ძნელი იქნება ანუ განსხვავებით იგივე ბევრად უფრო აუტანელი თემაა ეგ მით უმეტეს ისეთი ცხელი კლიმატის იმაში და უდაბნოში როგორც ირანი არის ხა იქ წყალი არ კონდეს და შუქი არ კონდეს და რაღაცა ნუ სხვა ანუ მე არ როგორ აი მასე თვითარებაში როგორ შენარჩუნდება ეგ რეჟიმი გრძელვადიან პერსპექტივაში აი ვერ ხედავ რა ჩემი აზრით მალევე მოხდება მაგის გაცნობიერება რომ იცი რა არის აი ეგენი ცხო რაზე დგანან აი რუსეთი რატომ გონია რომ უკრაინასთან მარცხის მერე სავარაუდოდ დაიშლება იმიტომ რომ იმპერიულ იმაზე დგას რა იდეოლოგიაზე აი რაღაცა დიდი რაღაცა რუსეთის შექმნის იდეაზე ხო აქაც ეგ არის ეხა ესენი აი ნახევარმთვარე შიტურს ქმნიდნენ რაღაცა რეგიონალურ ჰეგემონიაზე ქონდათ პრეტენზია და რაღაცა და უცებ აღმოჩნდება რომ ეს შენი ჰეგემონია და ისა და აი რაკეტებში ამდენი ჩაყრილი ფული და რაღაცა ფშიკ და აღარ არის და თავზე დაგამხეს ყველაფერი აღარ შენი ბირთვული პროგრამაა რომელიც რაღაცა შენი აი ნაციონალისტური რაღაცა იმის ისიც იყო ხო რაღაცა სიამაყის რომ აი შევქმნი ბირთვულ ბომბს და მე აი ყველა შეეშინდება და რაღაცა და ესა და ეს რო ყველაფერი აღმოჩნდება ტყუილი ხარჯი და ამდენი წელი ამ ილუზიას მიუყვებოდით იმის მაგივრად რომ ეს ნავთობი ქვეყნის რა ქვია მოდერნიზაციაში და სხვა რაღაცაში ჩაგვედო ხო ანუ იდეა თვითონ იდეაც ხო გასკდება როგორც რუსეთში გასკდება ის იდეა რომ ნუ რა გვინდოდა არ გვინდა ეს იმპერია ვიყოთ უბრალოდ ნორმალური კარგად მაცხოვრებელი ამხელა რესურსებს ვაზივართ ქვეყანა მაგრამ აღარ შეეშინდება მთელი მსოფლიოს ჩვენი მაგრამ ვიქნებით ნორმალური კეთილდღეობაში მცხოვრები საზოგადოება აი როცა აი ეს მოთხოვნა და ეს ამას გააცნობიერებს ხალხი და არის ეხა იქ საკმაოდ ისედაც არის და ეს ტენდენციები და ეხა მით უმეტეს ამ სული ფიასკოს და დამარცხების ფონზე მე ვფიქრობ რომ ეს აყირებს იქ სიტუაციას მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ფიქრობ ასე და დიდი იმედი მაქვს მაგრამ ეხა თუ მასეც არ მოხდა აი ის რომ ეხა იგივე სცენარი იქნება რაც ისა უკრაინასავით ირანს ასე თქვა თავის სახელმწიფოებრიობის და ენის და იდენტობის გადარჩენის ისედაც არ უდგას და ასედაც არ უდგას და ეხა დიდი ბოდიში ის ვერ იქნება რა ანუ ეხა სადღაცა იქ ვერ შეუჩიჩხინებს იმით რა ქვია ისრაელს ლიბანიდან და რაღაცას თავის პროექტებს ვეღარ დააფინანსებს ამ რაკეტებს ვეღარ შექმნის რომ იქით ესროლოს და ეს კარგია ყველანაირად და ეგ იყო პროგრამა მინიმუმი ანუ რატო იცი აი ეს იმედგაცრუება რომ აი შეიძლება ამან ვერ გათვალა და ეს წარმატებელი ოპერაცია იყო იცი საიდან მოდის მე მგონი ძალიან ზედმეტად ამბიციოზი და ზედმეტი წარმომოლოდინები შეიქმნა ზოგიერთმა რომ აი აუცილებლად რეჟიმ ჩეინჯით ეხლავე მყისიერად დასრულდებოდა მით უმეტესთან როცა პირველივე დღეს კლავენ თავ ფიგურას ამ აიათოლას მაგან კიდე უფრო გააღვივა ეს რომ აი ნუ მაგაზე მიდიან მაგრამ რეალურად ხო არ არის ეგრე არ ყოფილა ანუ თავიდანვე რო გადახედო ეხლა იმას და რო გაანალიზო არც ყოფილა ეგ გათვლა რომ აი გინდა თუ არა ეხლავე მოხდება ეგ რეჟიმ ჩეინჯი თუმცა დიდი ალბათობით მოხდება და თუ არ მოხდება აი ხო გეუბნები რა ეხა მე კი მინდა რომ ტრამპს იმპიჩმენტი გაუკეთონ სექტემბრის ნოემბრის არჩევნების მერე იმაში კონგრესში მაგრამ მოახალდო 2 წელი კიდე 2 წელიწადნახევარი კიდე დარჩა. კი. ხო, აი ეგ მოლოდინები შეიძლება ვენესუელას მაგალითად შექმნა რა ბოლო რა და შემდეგი პრეზიდენტიც მე მგონი არ იტყვის ესე თუ ისა უბრალოდ ის სხვა მოტივაციით იტყვის. ეს თუ იძახის რომ აი ჩვენ დავბომბავთ და მე გამთიდრდებით ბევრ ფულს ვიშოვით ნავთობზე, ის იტყვის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, ქალების უფლებები, რომელსაც იხოცავენ და
ამ мотивაციით, მაგრამ იგივეს გააკეთებს. ანუ არავინ არ იტყვის რა ამ ირანის, ასე თქვა, ბოლომდე მიყვანაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს მაღალი მოლოდინები ვენესუელას ფაქტორმაც გამოიწვია, იქ 3 დღეში ყველაფერი და 3 დღეში კი არა 3 საათში ყველაფერი დაამთავრა და შეიძლება ამანაც გამოიწვია. კარგი, დღეისთვის ვფიქრობ საკმარისია, ძალიან დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის საინტერესო იყო. ხო, გავაკეთე ხა ვენესუელაშიც ხო ჩვენ სხვანაირი მოლოდინი ქონდა, ამხელა ძალა მიაყენეს, საკმაოდ დიდი ძალების კონცენტრაცია იყო და რაღაცა იქაც უფრო სერიოზული, ანუ შეტაკებების მოლოდინი იყო, ხო, მაგრამ ნუ მოგვარდა ბოლომდე მანდაც ხო არ მოგვარდა, ანუ პრინციპში ერთი კაცი გაიტაცეს თორე რეალურად დაანჩენ მთელი ის, მაგრამ მანდაც ხო გადაიდო რა გაგებით, რომ ჯერ კიდე ლეგიტიმური არ არის რა ვინც არის ხა მე რა რომ ტრამპს შეუთანხმდა ხა თუ ჩვენ ვამბობთ რომ იქ არჩევნები იყო გაყალბებული და ისინი არალეგიტიმურები არიან, ანუ არჩევნები ჩასატარებელია და ეგ ეტაპები ჯერ კიდე გასაკეთებელია, ანუ ის ხელისუფლება თლიანად ბოლომდე თლიანად უნდა წავიდეს მიუხედავად იმისა რომ ტრამპთან ასე თქვა დაალაგეს რა ტრამპთან დაალაგეს ერთია, მაგრამ ამერიკასთან და ზოგადად ცივილიზებულ სამყაროსთან დაალაგდეს ეს ურთიერთობა, არჩევნები უნდა ჩატარდეს და ლეგიტიმურად გაირკვეს ვინ არის ხალხის რჩეული იქ და აი ნახოთ რა ეგეც ისეთი თემაა რა უბრალოდ მან რაც ვენესუელა ძალიან გულდასაწყვეტი არის რომ რეჟიმ ჩენჯი იქ არ მოხდა, იქ რეჟიმ ჩენჯი თუ არ მოხდა, რავი, გაიტაცეს მადურო, გაიტაცეს მე ხო, ანუ უკმარისობის გზნობა ხო დარჩა, რომ აი რაღაცა წლათის, ანუ ჩვენ გვინდოდა რომ ის მაჩადო თუ რა ქვია იმ ქალს ჩასულიყო და ის ნობელის პრემიამდე და რაღაცა გამარჯვებული ეზეიმათისა, ხო? მაგრამ ეგ ახო არ მოხდა, მაგრამ მეორე მხრივ ეს იმდენად უსისხლოდ და შედარებით უმტკივნეულად მოხდა, რაც მოხდა, რომ ნუ ამ ეტაპზე რაღაცნაირად დამაკმაყოფილებლად ჩანს. თორე წარმოიდგინე ხა იგივე გაეკეთებინათ, მაგრამ აი სკვერპლის ფასად რაღაცა დიდი ნგრევის მაშინ არ იქნებოდა, ხო? ეხა აქაც რატო არის ეს ისა ცოტა ალბათ კიდე გაზრდილი ეს რაღაცა ის მოლოდინები, რომ ნუ მასიური დაბომბვა მიდის, ანუ ამ დაბომბებშიც იღუპება ხალხი და რაღაცა და აი ამ ფონზე ეხა თუ ახლა რაღაცა მაქსიმალისტური მიზნები არ იქნა მიღწეული, მაშინ ესე იგი ყველა იყო და არ არის ეგრე რა, რეალურად თავიდანვე რაღაცა ზედმეტად ის შეიგნა, აი რახან ეხა ის ლინცი გრეჰემი იძახდა რომ ეხა მოვდივარ ჩვენ და გაგანთავისუფლებთ, ამიტომ მაგის სიტყვები იქნა აღებული რაღაცა ათვლის წერტილად და არ ყოფილა მაგის ნათქვამი რა, მაგას კი არა უნდა მოგვესმინა ტრამპისთვის. ტრამპი და ნეტანიახუ იძახდა ჩვენთვის თავარია განსაკუთრებით ნეტანიახუ, რომელმაც დაიწყო პრინციპში პირველი მან გაისროლა და მან დაარტყა, ის იძახდა რომ ჩვენთვის თავარია ბირთვული პროგრამაც არა, ბირთვული მკვდარიაო, იძახდა 10 წელი ეგენი ბირთვულ ბომბს ვეღარ გააკეთებენ. ჩვენთვის თავარია რა სარაკეტო პროგრამის განადგურება და ამ სარაკეტო პროგრამას მართლა მიწასთან ასწორებენ და გაასწორებენ ბოლომდე და და კიდე სხვა რაღაც, ანუ ამ სამხედრო დრონების წარმოებას და რაღაც. ეს არის ფაქტი, ანუ პროგრამა მინიმუმ უკვე მიღწეულია, მართლა დღეს ვერ დაამთავრა რა. მაგრამ ჯერ ეს ერთიც კიდე ერთი კვირა შეიძლება 2 კვირა ან 3 დარჩენილი გვაქვს მასიურ დაბომბებამდე და მე კიდე თუ ეს ხო გეუბნები ხა თუ ეს ორმუზის ის დაიკავა ამერიკამ. ეგ კიდე სულ სხვა ვითარებას ქნის რა რეგიონში და ამერიკა იბრუნებს იმ თავის კონტროლის ფუნქციას მთელ რეგიონზე და რა ვიცი აი დიდ გეოსტრატეგიულ იმაში ჩინეთს სერიოზულად მასშვება რა, მასთან უპირატესობას მოიპოვებს. ხო, მართლა ჩინეთთან ჩაინიშნა უკვე შეხვედრა. კი, მაისის შუაში. ანუ ხო, მაისის შუაში. ხო და ჩაინიშნა. ხო, ანუ და ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა იმ მომენტისთვის უკვე ტრამპს იმედი აქვს, რომ ირანთან ისე ექნება რაღაცა კოზირებით ჩავა. რაღაც კოზირები ეჭირება. კაი, ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო როგორც ყოველთვის. დავაკვირდეთ აი ამ 5 დღის გასვლის შემდეგ რა მოხდებოდა, მომავალ კვირის დასაწყისში ისევ შევეხმიანოთ ერთმანეთს. მადლობა დროებით. ასეთი გამოვიდა დღევანდელი ეპიზოდი, ვფიქრობ საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა, როგორც ყოველთვის ირაკლი ძალიან მაღალი პროფესიონალური დონით მიმოიხილა სიტუაცია, რა ხდება, როგორ მიმდინარეობს მოვლენები, პროგნოზებიც გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ თანხლებით ყველა რომ პროგნოზები უმადური საქმეა. ნახოთ ყველაფერი როგორ განვითარდება, ნახოთ მიიყვანს თუ არა ამავე პირველივე ეტაპზე სიტუაციას ამერიკა და ისრაელი ირანში რეჟიმ ჩენჯამდე, თუ ეს გადაიდება საომავლოდ.
ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორც ჩანს გარკვეული ტიპის სახმელეთო ოპერაცია მაინც იქნება. შესაბამისად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მანამდე კი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თუ კი ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და ჯერ არ დაგილაიქებიათ, ახლა დაალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, აქტიუროთ კომენტარებში, ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ, ახლა გამოიწეროთ არხი. განსაკუთრებული მადლობა, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ ყველას, ვინც დონაციით ხართ დაკავებულები, არხი თავისუფალი ხალხისთვის მხოლოდ დონაციით ფუნქციონირებს, აღწერაში ანგარიშნობერია ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ. ძალიან დიდი მადლობა, დღეისთვის სულ ეს იყო, დროებით ნახვამდის.